სოფელი ნიულიანი. ტაჭანგის კემპინგი. ეს არის კიდევ ერთი ღია სივრცე ამ სოფელში, სადაც კარვებია გაშლილი და არის ტურისტების ერთ-ერთი დასასვენებელი ადგილი. გარდა იმისა, რომ აქ სტუმრები მოდიან და ადგილობრივ სამზარეულოს აგემოვნებენ, ტარდება მასტერკლასები ხელოვნებაში. კერძოდ, სპეციალურ ხეზე ამოტვიფრულია სხვადასხვა ნახატები, მაგალითად მე შევასრულებ ლოტუსის ნახატს, რომელიც შემდეგ გადაგვაქვს სპეციალურ ქაღალდზე, ჩაისმევა ჩარჩოში და გადმოგვეცემა ის საჩუქრად. ეს არის სივრცე, სადაც კულტურა, დასვენება და ხელოვნება შერწყმულია ერთმანეთთან. ამ სოფლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხელოვნების და აქაური კულტურის გაცნობა. შესაბამისად, ახლა მე ვიწყებ ამ ნახატის ფურცელზე გადატანას, რომელიც შემდეგ საჩუქრად უნდა წავიღო სახლში. ჯერ ვიწყებ ნახატის დამუშავებას საღებავით. ეს ხეზე გამოსახული ფიგურა საღებავით უკვე დავამუშავე. შემდეგი ეტაპია მისი ქაღალდზე გადატანა. ეს არის სპეციალური ქაღალდია, რომელსაც დავაფენ ახლა ამ ჩემს ნამუშევარზე და უნდა დავამუშაო კარგად, რომ გადავიდეს ქაღალდზე. აბა ვნახოთ ახლა რა გამოგვივიდა. ეს არის ჩემი ნამუშევარი. აქ საუკეთესო შესაძლებლობაა სიმშვიდესა და სიმწვანეში დასვენების. წყლის ვილები, ხის კოტეჯები, ბუნება, გლამურული კემპინგის მსგავსი საცხოვრებელი გარემო, აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. რეკრეაციული პროექტები კი საკმაოდ მიმზიდველია როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვისაც. სოფლის გარემო და ადგილობრივებთან კომუნიკაცია მეტ შესაძლებლობას იძლევა ადგილობრივი კულტურისა და ცხოვრების რიტმის გასაცნობად.